გურჯაანში კულინარიის სკოლის მშენებლობა გრძელდება. 200 სტუდენტზე გათვლილი და 21600 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებულ უახლესი სტანდარტების შესაბამის პროფესიულ კოლეჯში მოეწყობა თეორიული სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო და სადემონსტრაციო დარბაზები, სარესტორნო, სამზარეულო, სამაცივრო და სასაწყობო სივრცეები. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის და აღიჭვრება ყველა საჭირო ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით. კოლეჯის ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა 60 სტუდენტზე გათვლილი კამპუსი, სპორტული დარბაზი და რეკრეაციული სივრცე. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ საცხობი და საკონდიტრო მიმართულებები, საკვებისა და სასმელების მართვა, გასტრონომიული და ავანგარდული ტენდენციები, კრეატიული მიდგომები და კერძების გაფორმება. გურჯაანში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით სონღულაშვილის ინიციატივით დაიწყო. პროექტი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბასკეთის კულინარიის სკოლასთან პარტნიორობით ხორციელდება. მისი ღირებულება 17 მილიონ ლარამდეა.